მეცნიერულ სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ. დღევანდელი ჩვენი თემაა თუ გავანალიზოთ რა დატვირთვა აქვს მუსიკას ბუნჯ კინოში. ჩვენ დაგვებედა იდეა როგორ შევისრულებინა ჩარლი ჩაპლინის სახით. კინოხელოვნება გაჩნდა მე-20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის ჩათეთრი მოძრავი ნახატები. კინოხელოვნებაში გვხვდება თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების სინთეზი, რომელთაგან უმთავრესია ფოტოგრაფიული მონტაჟი. ეკრანზე თუ გინახავთ მომღიმარი კაცი, რომელსაც შავი ცილინდრი ახლავს, ფართო შავლები აწია, დიდი ზომის ფეხსაცმლი დაცი და ხელში ჯოხს ატრიალებს. კომპოზიტორი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი, მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობის სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი გახდა. ხმოვანი კინოს გამოგონებამდე არსებობდა მხოლოდ გაუხმოვანებელი კინო, რომელსაც მუსიკას უწოდებენ. ამ ფილმების პერსონაჟები უხმო მუსიკის თანხლებით მოქმედებდნენ. სწორედ ამ პერსონაჟების ქცევებზე იყო დამოკიდებული ადამიანების ამ ფილმის გაგება, რომელიც ამათ ხელს უწყობდა, რომ ეს აზრი გამოიტანა და ფილმი გაიგოთ. მუნჯ კინოში ძირითადად აქცენტი გადადის მსახიობის მიმიკასა და ჟესტიკულაციაზე. ის არაყოლოდ უსუთო კომუნიკაციის ფორმა გამოხატული ხარების მოძრაობას, რომელიც ვერბალურ კომუნიკაციის მაგალითად ან მის პარალელურ ხორციელდება. ჟესტიკულაციის ისევა სხვადასხვა ცნობებისა თუ აზრების გამოხატვის საშუალებას. მიმიკა ბერძნული სიტყვა და მიბაძოს ნიშნავს. ეს სახის ნაკვეთების გამოკვეთილი მოძრაობა, რომელიც საშუალებით იძლევა გამოხატოთ სხვადასხვა განცდა, სიხარული, ზედო და ასე შემდეგ. მუსიკა შეუძლია მაყურებელი დაამშვიდოს, გაახარისოს, გაუგდოს სიმპათია ან პირიქით, ასაკოს უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე პერსონაჟი ან მოვლენის მიმართ. მუსიკა ამცნობს კაცში გადმოცემულ განწყობას, ან პირიქით, უპირისპირდება ასახულ გრძნობას, ზოგჯერ კი წინასწარ ამზადებს მოსალოდნელ სიტუაციას. მუსიკასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ქმნის ძლიერ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და მოქმედების შორის. კინოხელოვნების განვითარების საწყისი ეტაპი კინოთეატრის მუსიკалық მთავრობისას ფორტეპიანოზე ტაპერი ასრულებდა. ტაპერები მომავალში სახელგანთქმული მუსიკოსებიც ხედლებოდნენ. კინოხელოვნების განვითარებასთან ერთად იზრდება კინომუსიკის როლი. ტაპერის ფუნქცია შეიცვალა. ფილმისთვის სპეციალურ მოგონებმა მუსიკამ იგი შეცვალა და არც მას ფილმთან ერთად ამონტაჟებდნენ. გენიალური ჩარლი ჩაპლინი ყველა თავის ფილმისთვის თავად წერდა მუსიკას. მას გენიალურ ჩარლი ჩაპლინს ჰქონდა 4 პროფესია. ის იყო მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და კომპოზიტორი. დამახასიათებელია პირობითი და ილუსტრაციული მუსიკა. პირობითი ჰქვია ფილმის მუსიკას, სადაც რეჟისორი რაიმე ჩანაფერს გვიჩვენებს. მაგალითად, ღია ფანჯრიდან ისმის მუსიკა, რომელიც სიუჟეტის ცვლილებას არ უკავშირდება, მაგრამ კაცი რაიმე განწყობას ქმნის. ხოლო ილუსტრაციულია მუსიკა, რომელიც ამ კადრის მოქმედების მიხედვით იქნება, ამ კადრის მოქმედებას მიყვება და აღწერს. ეს ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობაა კრები, ხოლო ყველაზე საყვარელია ტანმედული ტანი. მიუხედავად იმისა, რომ ცაცია ჩარლი ვერ კითხულობდა, ნოტებს იგი მაინც შესანიშნავად ფლობდა ვიოლონოზე დაკვრვის ხელოვნებას.
ემოციას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე. ჩარლს უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასწრდნენ, როცა ჩარლი ჯერ კიდევ პატარა იყო და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. მოგვიანებით უფროსმა ჩარლმა ცოლი შეირთო და მასთან ერთად გარდაეცვალა. დედამ კი ნერვიულობის ფონზე კონცერტზე გასვლა ვეღარ შეძლო. ჩარლი ჩაყრმა კიდემ ის რომ მას ეს თავზე არ იყო. ჩარლი ჩალმა მერაჟეს სთხოვა, რომ თვითონ გაეკეთებინა მაკიაჟი. სწორედ ჩარლი ჩაპლინის ნამღერს ხალხი მთის სიამოვნებით უსმენდა. წას უგრავდა სცენაზე ფულს უხდიდა. ჩარლზ ფრენკ ჩაპლინი დაიბადა 1859 წელს თექსასის ლონდონში. ჩაპლინის ადრეული ბავშვობა ძალიან ღიარულ ატმოსფეროში წარიმართა. დედა მისი ჰანა ჩაპლინი გამოდიოდა თეატრებში, როგორც მოცეკვავე. მომღერალი მამას კი ჰქონდა სასიამოვნო ბარიტონი, რის გამოც იწვევდნენ თეატრებში ევროპის ქვეყნებსა და ამერიკულ შტატებში. აღსანიშნავია ის, რომ 5 წლის ჩარლი თეატრის კულისებიდან აკვირდებოდა მშობლების მსახიობურ ოსტატობას. ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. ძვირფასო მეხუთე კლასელებო. ვაკვირდები თქვენს აქტიურობას და მართლაც ყოჩაპები ხართ. ძალიან მომწონ ხართ. არსი განაგრძეთ და გულით გისურვებთ წარმატებებს. დიდ მადლობას გიხდით, რომ გაიხსენეთ ჩვენი დაბადების დღე. როცა მე თქვენი წორი ვიყავი, ძალიან მიყვარდა როლური თამაში. მშობლებს ხშირად დავყავდი თეატრში. და სულ მოცემობდი, რომ ერთ დღეს გამხდარიყავი მსახიობი, რომელსაც მაყურებელი შეუყვარებდა. დღეს კი თქვენ გისურვებთ, აირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც ძალიან გეყვარება. რადგან საყვარელი საქმის კეთება ადამიანს ბედნიერს ხდის. გემშვიდობებით. ბავშვით თქვენი ჩარლი ჩაპლინი. ჩარლი ჩაპლინის დროს ვიდეო გადაღება უკვე არსებობდა, მაგრამ ის დღევანდელთან შედარებით ტექნოლოგიურად სრულად შეზღუდული და განსხვავებული იყო. 1920 წლებში კინო გადაღება ხდებოდა ფილმის რენტებზე და არა ცირკულად. ამიტომაც გადამღები კამერები იყო ძალიან დიდი და შეზღუდული. მისი მოძრაობა იყო შეუძლებელი და ის იდგა მხოლოდ ერთ ადგილზე. ჩარლი ჩაპლინის ფილმების დიდი ნაწილი იყო მუნჯი კინო. მსახიობებს შორის დიალოგი, ეკრანზე ტექსტი ჩნდებოდა, მუსიკალური თანხმობა კი ჰქონდა. შემოგთავაზოთ ჩვენი როლი თამაშები, სადაც შევეცადეთ და გამოვავლინეთ სამსახიობო შესაძლებლობები. Enjoy music everywhere anytime. Bluetooth mode. მოგესალმებით. ამპლუაში ლიკა, ხოლო ნამდვილი ჩარლი გაბრიელ ხარებავა. მოგესალმებით. გამარჯობა. ორიოდე სიტყვით მომიყავით თქვენ შესახებ. საინტერესოა თქვენი პირველი გამოჩენა კინოეკრანზე, რომელ დროს მოხდა? ჩვენი პირველი გარდასაყრდა დიდ ეკრანზე გამოჩენა შედგა 1914 წელს ფილმში ცხოვრების გაწევა. გვაინტერესებს თქვენი სასაცილო იმიჯის შექმნის ისტორია, შეგიძლიათ გაიხსენოთ? რა თქმა უნდა, ერთ დღეს ვიზის ჩანაფიქრის შემეცობა. ცხოვრების რომ შემიძლია გამეკეთებინა მაკიაჟი. სწორედ იმ მომენტში შეიძინა ჩემი ცხოვრების ცნობილი იმიჯი, რასაც ახლა ხედავ. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში? მუშაობა საკუთარ თავზე, განათლების მიღება და სწრაფობა უკეთესობისკენ. რა სურჩათ ადამიანებს? გაიღიმე და აღმოაჩინე, რომ ცხოვრება კვლავ მშვენიერია. რომელი სიმღერა აღწერს თქვენ სულიერ საფრთხეს? სმაილი, რაც ღიმოს ნიშნავს. ახლა კი მოვისმინოთ ეს სიმღერა. Through your fear and sorrow, smile and maybe tomorrow you'll see the sun come shining through for you. Light up your face with gladness. Hide every trace of sadness. Although a tear may be ever so near, that's the time you
smile was deep. Gabriel Kharibava. Charlie Chaplinis შეყოლებულის როლში. De Santos Salvadores. Eleni Chitayava. Enis როლში კოკა ჯიქია. მინტანის როლში უნიჭიერესი აქტიატორია. ჟურნალისტის როლში ვიკა შონის როლში ნიკოლოზ შენგელია. 98 წელი მან დაგიტოვა 4 ასეთი ფრაზა. პირველი არაფერი არ არის მუდმივი, თუნდაც ჩვენი პრობლემები. ჩარლის სიტყვებია, როდესაც თქვენ დაინახავთ მხარეს, ამ დროს უყურებთ ღმერთის სილამაზეს. როდესაც თქვენ შეხედავთ მზეს, იქ ჩანს ღმერთის ძალა. როდესაც თქვენ შეხედებით სარკეში, დაინახავთ ღმერთის საუკეთესო ქმნილებას. მიყვარს წვიმაში სეირნობა, იმიტომ რომ მასში ვერავინ უყვებს ჩემს ცრემლებს. ყველაზე ფუჭად ჩავლილად ითვლება ის დღე, როდესაც
If you smile through your fear and sorrow, smile and maybe tomorrow you'll see the sun come shining through for you. Light up your face with gladness, hide every trace of sadness. Although a tear may be ever so near, that's the time you must keep on trying. Smile, what's the use?